უფლის კურთხევა და მშვიდობა თითოეულ მსმენელს. წავიკითხოთ ებრაელთა მე-13 თავის 1-დან მე-9 მუხლის ჩათვლით. რჩევა მორწმუნეებს ყოფა ქცევაზე. ძმური სიყვარული დარჩეს. სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისთვისაც გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ. გაიხსენეთ პატიმარმი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყავით შებორკნი და ტანჯულნი, რადგან თქვენ თვითონაც სხეულში იმყოფებით. ყველა ცოლქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელს შეუგილწავი, მეძავებს და მრუშებს კი ღმერთი განეკითხავს. თქვენ გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაც გაქვთ, ვინაიდან თქვა, არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ. ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ, უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია, რას მიზავს მეკაცი? გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას. იესო ქრისტე გუშინდა დღეს იგივეა უკუნისამდე. არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმა, ვინაიდან კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმელებით. საიდანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა. გაკურთხებთ იესოს სახელით და ძალიან ძვირფასი სიტყვებია, რომ ამბობს, არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმაო, მხოლოდ სახარება არის. ერთადერთი ჭეშმარიტება, საიდანაც ღმერთი გველაპარაკება და გვეუბნება, როგორ უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანობა. ჩემი თხოვნა იქნება გადაშალოთ და წაიკითხოთ, ეს ძალიან ძვირფასია. ძალიან ძვირფასია, როცა ადამიანი ღმერთის სიტყვის შესაბამისად ცხოვრობს, ღმერთმა გაკურთხოთ და დაგლოცოთ. ამინ. უფლის კურთხევა და მშვიდობა თითოეულ მსმენელს. წავიკითხოთ ებრაელთა მე-13 თავის 1-დან მე-9 მუხლის ჩათვლით. რჩევა მორწმუნეებს ყოფა ქცევაზე. ძმური სიყვარული დარჩეს. სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისთვისაც გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ. გაიხსენეთ პატიმარმი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყავით შებორკნი და ტანჯულნი, რადგან თქვენ თვითონაც სხეულში იმყოფებით. ყველა ცოლქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელს შეუგილწავი, მეძავებს და მრუშებს კი ღმერთი განეკითხავს. თქვენ გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაც გაქვთ, ვინაიდან თქვა, არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ. ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ, უფალია ჩემი შემწე.